გრძელდება ჩვენი გადაცემა კიდევ ერთხელ დილონ შტობის ყველას ვინც ახლა შემოგვიერთით, როგორც დაკვირდით სტუდიაში უკვე მოძღვართან ერთად დავბრუნდით. კლდისუბნის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური და თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ფსიქოლოგიის პედაგოგი დეკანოზი დავით ციცქიშვილი გახლავთ სტუდიაში სტუმრად. მოგესალმებით მამა დავით. დაგლოცეთ მამა. ერთმა დაგლოცოთ. დღეს შენ უნდა ვისაუბროთ განსაცდელის შესახებ. თავდაპირველად რომ დავიწყოთ ჩვენი საუბარი იმით თუ რა არის ზოგადად განსაცდელი, აი როგორ გვესმის ადამიანებს, ანუ ვინ რას როგორ განვიცდით ალბათ, ხო, ყველას თავისი განსაცდელი აქვს და ყველა ჩვენეულად აღვიქვამთ და გადაგვაქვს შესაბამისად სხვადასხვა სახის განსაცდელები. აი რატომ არის აუცილებელი? ჩვენ ვიცით რომ წმინდა მამები ბრძანებენ რომ განსაცდელის გარეშე თუ არ ვშტებით წმინდა იოანე ოქროპირი ბრძანებს კონკრეტულად რომ განსაცდელის გარეშე ვერავინ სხონდებოდა. ერთ შეხედვით შეიძლება ცოტა გაუგებარიც იყოს ეს. აი რატომ უშვებს უფალი ჩვენზე სხვადასხვა სახის განსაცდელებს? დიახ, უნდა ითქვას ის, რომ განსაცდელი ძალიან მნიშვნელოვანი ფენომენია სულიერი კუთხით. ცხოვრება შეიძლება ითქვას, რომ განსაცდელების წყებაა. და ეს განსაცდელის მომენტი განსაკუთრებით მე ესე ვიტყოდი, იკვეთება ხოლმე დიდმარხვის პერიოდში. განსაკუთრებით პირველი და ბოლო კვირა არის ხოლმე გამორჩეული, ადამიანი გრძნობს. იმიტომ რომ სულიერი კანონია, როდესაც მადლი შემოდის ადამიანთან და ეს 8 წლის შედეგად ხდება, მარხვა ეს გარკვეული 8 წლის პერიოდი განსაცდელების იჩენს თავს და პირადად მე ბევრჯერ შემეგზნია განსაკუთრებით დიდ მარხვაში ეს განსაცდელის მოსვლა მარხვის განმავლობაში. ნუ არა მარტო მარხვის, რა ვთქვი, ცხოვრება ეს არის განსაცდელების წყება. და რა დატვირთვა აქ განსაცდელს? ბევრი ნიუანსია, თუ შეიძლება ასე ითქვას. დავიწყებ იქიდან, რომ თვითონ სიტყვა მიგვითითებს. ეს არის ჩვენი საცდელი. განსაცდელის მეოხებით ჩვენში შრამდება ხშირად დაფარული თვისებები. ის რაც არის, მაგრამ მას ვერ ვამჩნევთ. პირადად მე ბევრჯერ შემიჩნევია ჩემ თავში. მგონია უფრო მშვიდი გავხდი მოდის განსაცდელი და გამოდივარ წყობიდან და ხვდები რომ ეს ჩემი სიმშვიდე ის იყო ილუზორული და ძალიან გადამეტებული. განსაცდელის მეშვეობით ჩვენ ასე ვთქვათ ვამჟღავნებთ, საიდგენ ვიხრებით. აი, როდესაც ცოდისმიერი განვითარების გზას ვაანალიზებთ, სულიერი კუთხით, პირველი ეტაპი რა არის, იცით, რომ შემოდის რაღაც ცოდული ფიქრი, ჩანაფიქრი, წარმოდგენა და ეს ცოდვად არ ეთვლება ადამიანს. მაგრამ მას აქვს გამოცდის ხასიათი, ამის ჟღავდება ჩვენ საითგენ წავალთ. ვივცებთ თუ არა ცოდვას გაქენების საშუალებას. თუ გონება სხვა მიმართულებით გადავხტავთ, ალბათ თითოეულ ჩვენთან შემჩნევია ეს. დიახ. ანუ განსაცდელის მეშვეობით იცდება ადამიანი და მესამე რაც შეიძლება ითქვას, რომ სათნოებაში ჩვენ სათნოებებში წარმატებით ხოლმე, როდესაც განსაცდელები მოდის. განსაცდელები სხვადასხვა სახის არის ეკლესიური კუთხით. მე ვთქვი, რომ ბევრი ნიუანსია. ერთ-ერთი სახე რა არის, რომ არის განსაცდელების, რომელიც გარედან მოდის, გულისხმობს რას? ეს არის თქვა ავადმყოფობა, როდესაც ადამიანი შეურაცხყოფას მოგაყენებს, სიტყვას გესმის, გესვრის, გესლიანს. არის განსაცდელები, რომელიც გარედან კი არ მოდის, არამედ შიგნით იბადება, რა ვთქვი, მაგალითად არის სხვადასხვა ვნებები, არის ნაყროვანების, მრუშობის და ასე შემდეგ და ეს ჩდება აი ამასთან დაკავშირებული ფიქრები, სურვილები ადამიანის არსებაში. არის განსაცდელი, რომელიც მოდის აი სიამოვნების ელფერით და არის უსიამოვნების. უსიამოვნების არის უკვე დავასახელებთ, თქო ვიღაც რო შეურაცხყოფას მოგაყენებს, წარე სიტყვას გეტყვის. არის სასიამოვნო, როდესაც აი მაგალითად ემრუშულ განცდებს რაღაც დემონური სიტყვება აქვს, მე ესე ვიტყოდი. ნაყროვანება. არც თუ იშვიათად ადამიანისთვის ერთ-ერთი ძირითადი წყაროების ხოლმე საკვები და
მიიღებენ საგვას არა იმიტომ რომ თქვათ ძალები აღიდგინონ და მეათი სიცოცხლისთვის არის საჭირო, იმიტომ რომ სიამოვნება მიიღო. აი ეს უკვე სიამოვნების ელფერზე გადის, მე ესე ვიტყოდი. არის ფიზიკური განსაცდელი ავადმყოფობა, შეიძლება ხელი შეეხოს ადამიანს ვიღაც. არის განსაცდელი მატერიალური, ასე ვთქვათ, სიდუხჭირის, ასე რომ სხვადასხვა სახის არის, მე ესე ვიტყოდი განსაცდელი და აუცილებელი იმისთვის, რომ ჩვენ გამოვიწრთოთ სულიერ ბრძოლაში. აი განსაცდელების მეშვეობით ჩვენ უფრო ვაგროვებთ გამოცდილებას და ეროვნული მაგალითი მინდა მოვიყვანო, მაგალითად, როდესაც ადამიანი ემზადება რომელიღაც საგანში და აბარებს უმაღლესში, მას გამოცდას უწყობენ არა იმისთვის, რომ გამომჟღავნდეს მისი ცოდნის დონე. აი ზუსტად ასე არის განსაცდელები. ეს ჩვენ რაც თქვი დაფარულ თვისებებს ამჟღავნებს, ჩვენ პიროვნულ მიდრეკილებებს სულიერ და ამავე დროს მის გარეშე წარმოუდგენელია, რომ თქვათ ვისწავლოთ ნებებთან დაპირისპირება, გამოვიმუშავოთ ესა თუ ის სათნოება. მამა დავით, აი თქვენ თქვით სულიერად უნდა გამტკიცდეთო და გამოვიწრთოთო და აი ადამიანის ინდივიდუალურია ხო, ადამიანის ფსიქიკა, მისი სულიერება ხშირად არ არის იმ დონემდე, რომ ამ განსაცდელებს, რომელსაც უფალი უშვებს მისადმი გადალახოს და ხშირად არის, რომ ადამიანი სასოწარკვეთილებაში ვარდება სხვადასხვა განსაცდელის დროს. როგორ უნდა გაუმკლავდეს, რა მეთოდებით, რა სულიერი, ვთქვათ, სიმაღლით და ძალით, რომ ადამიანი გაუმკლავდეს აი ამ ბარიერებს, რომელიც ცხოვრების განმავლობაში ხდება და რომელსაც განსაცდელს ვეძახით. აქვე მახსენდება, რომ აი ამბობენ წმინდა მამები, რომ უფალი არ უშვებს იმაზე დიდ განსაცდელს, რისი გადალახვაც ადამიანს არ შეუძლია. დიახ, გეთანხმებით, რომ ერთ-ერთი დიდი კანონია ქრისტიანული, რომ უფალი შესაძლებლოზე მეტად არ გამოგცდის. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ჩვენ გარშემო არის უამრავი ადამიანი, რომელიც ამ ცხოვრების უწნეხს ვერ უძლებს. ვარდება სასწავლებლებში, ზოგი სმას იწყებს, ასე ვთქვათ, ზოგი ნარკოტიკს ეძალება და ასე შემდეგ, ასე რომ ესეც რეალობაა, მე ესე ვიტყოდი. მე ვფიქრობ, რომ განსაცდელს გაუმკლავდე, ეს არის ერთ-ერთი უპირველესი დანიშნულება ჩვენი ქრისტიანული ცხოვრების და ალბათ მოძღვარიც ამისთვის არის მოწოდებული, რომ ადამიანს ასწავლოს განსაცდელის გამკლავების ხელოვნება. საოცარი ლოცვა არის ოპტელი ბერების, რომელიც იწყება სიტყვა უფალო მომეძალა, რათა სულიერი სიმშვიდით შევეგუბო ყოველ იმას, რასაც მომიტანს დღევანდელი დღე. და იქვე არის, რომ რაც არ უნდა მოხდეოსო დღის განმავლობაშიო, მომეც იზალა, რომ მივიღო, რომ ეს არის ღვთის ნება. როგორ უნდა გავუმკლავდეთ განსაცდელს? ძალიან ძნელია. ხანდახან მეჩვენება მე, რომელი განკითხვით განეკითხეთ. ჩვენ რო ჩავარდეთ იმ განსაცდელს, ეს სხვა რომ არის, არა? ჩვენ შეიძლება უარესად ჩამოვყაროთ ყურები და ჩავარდეთ სასწავლებლებში, ასე რომ განკითხვა არ შეიძლება არაფრით. მაგრამ მაინც იდეა მეორებ ერთი თმის ღეროც კი არ ვარდება ღვთისდაშვების გარეშე და ამ გამკლავების ხელოვნებას უნდა ვიცნობდეთ. ეკლესიის გარეშე მე ვფიქრობ ეს შეუძლებელია. პირდაპირ უნდა ითქვას. და რაც ადრე გაივითავისებთ ამას უფრო და უფრო კარგად, უფრო კარგი იქნება ჩვენი ერისთვის. დედაშვილი დაეღუპა. საოცარი ტკივილია, ხო? როგორ უნდა გაუმკლავდეს ამ განსაცდელს, თუ ღმერთთან არ მივიდა და დაუშვა, რომ არის ის ცხოვრება. მეტად ძიმე სნეულებით არის ადამიანი დაავადებული. მეტად იცვლება ადამიანი ასეთ დროს. პიროვნება. ამის ფონზე თითქმის აღარაფერი აღარ გახალისებს. ინტერესს კარგაო. ცხოვრება უღიმღამო ხდება. როგორ უნდა გაუმკლავდეს თუ არა ისე ღმერთთან მისვლით. და ძალიან ბევრი სიტუაცია არის ესეთი. მე უკვე ვახსენე, რომ ეს არის ბრძოლის ხელოვნება, სულიერი. და საშუალებები არსებობს. არის ესეთი საშუალება ლოცვა.
იმ მომენტში, როდესაც ძალიან გიჭირს, და ლოცვა დაიწყო. რომელიც არ არის ადვილი, ალბათ ესეც გამოგვიცდია. ხო, რაღაც მიხვიდი აქამდე გადადგა ეს ნაბიჯი. განწყობა არ გაქვს, რაღაცა რთულია ესეც. გეთანხმებით. რა თქმა უნდა, ესე ადვილად ვერ სწავლობ ჩვენ განსასწრების გამკლავების ხელოვნებას, მაგრამ ეს მაგალითი ვახსენე, მე როდესაც ახლობელი მიდის მე მახსოვს. ერთ-ერთ ჩემ ნაცნობს დედა გარდაეცვალა, რომელზედაც ძალიან იყო მიჯაჭვული და მაშინ ვთხარი, რომ იქნება ძალიან კრიტიკული წუთები, როდესაც ცხოვრება აღარ მოგინდება, მაგრამ აი მომენტში აუცილებლად დაიწყო იესოს ლოცვა. რომ აი ეს სევდა განეიტრალდეს. პირველი დღეები მაინც კვირეები, თვეები განსაკუთრებით ძიმეა ხოლმე და მართლა ამას აკეთებდა, როგორც კი ეს კაეშანი, ეს დიდი სევდა შემოუწებოდა ხოლმე, იწყებდა იესოს ლოცვას და შველოდა. მე ესე ვიტყოდი. აღსარება ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღწერო ის განცდები, ის ფიქრები, რომელიც განსასწრელს უკავშირდება და სულ თავში გიტრიალებს. ესე ძალიან მნიშვნელოვანია. სულიერი ლიტერატურის, სასულიერო ლიტერატურის კითხვა. განსაკუთრებით აძლიერებს კაცს აი მაგალითად წმინდანთა ცხოვრებები. როცა კითხულობ და ხედავ, რომ ამ წმინდანებმა, დიდმა მამებმა რა განსასწრელებს გაუძლეს, როგორ გადაიტანეს. უხერხული განცდაც კი გეუფლება, რომ რაზე შეიძლება წუწუნებდი ადამიანი და გეგონოს რომ განსასწრელში ხარ, მართლა თუ რა გადაიტანეს ადამიანები. გეთანხმებით. არის ესეთი საშუალება ბევრჯერ მithქვამს, რომ როდესაც განსასწრელი მოდის და დრტვინა უფალი შენზე გაჭირებულ ადამიანს შეგახვედრებს და იმის ფონზე შენი განსასწრელი უკვე დიდად აღარაფრად მოჩანს. მახსენდება ერთი პერიოდი ონკოლოგიურ საავადმყოფოში დავდიოდით ხოლმე, მაშინ ერისკაცი ვიყავი და მოძღვარს დავყვებოდი, რომ რაღაცნაირად ვცდილობდით, რომ სულიერი დახმარება გაგვეწია იქ ყოფთათვის და ყველაზე მძიმე იყო ჩემთვის, როცა ბავშვთან განყოფილებაში შევდიოდი ხოლმე და იქიდან რომ ჩამოვდიოდი, არაფრად აღარ მოჩანდა ჩემი პრობლემები. იმის ფონზე და ფიქრობდი, როგორ შეიძლება საერთოდ რაღაცაზე თქვა იწუწუნო, იდრუტუნო, მაგრამ ისევ ერაგი ადამიანის ბუნება რომ გაივლის 2-3 დღე და გავიწყდება, ასე რომ მუდმივად გჭირდება ეს შეხსენება რომ არის შენზე გაცილებით გაჭირებული ხალხი და სუფრაზე, ქართულ სუფრაზე არის სადღეგრძელო ყველა გაჭირებულს გაუმარჯოსო და როდესაც აი ეს ფონი არა, მაშინ განსაკუთრებით მიელტო ეს სადღეგრძელო თქვა, ასე რომ ბევრი ნიუანსია და მე ესე ვიტყოდი, რომ ყველაფერი შეიძლება მე ყველაფერს ვერ შევეხო, მაგრამ ეს არის ხელოვნება, სადაც სხვადასხვა საშუალებები გამოიყენება განსასწრელის გამკლავების კუთხით, მაგრამ კიდევ მეორებ, რომ უპირველესი დამხმარე არის ღმერთი და მის გარეშე ძალიან გჭვლეტავს ეს ცხოვრება. აი მის გარეშე ძალიან რთულია ალბათ იმ ადამიანებისთვის ამის გაგება. ახლა თუნდაც ჩვენ რაზეც ვსაუბრობთ, ვისაც არ აქვს ეს ცნობიერება, ანუ ეკლესიური აზროვნება. აი მაგალითად თქვენ ახსენეთ, რომ რა უნდა იყოს ამას დიდი უფედურება ალბათ, როდესაც მშობელს შვილი უკვდება. ხო ჩვენ ვიცით, რომ ჩვენს უწმინდეს დღეს უკვე საზოგადოებისთვის ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი ამ მდგომარეობიდან, რასაც თვითმკვლელობა ქვია, უკიდურესი ფორმა რა, სასწორკვეთილების გამოკვეთისა, დაუხსნია. აი ძნელია ხო ადამიანმა გაიგოს რომ აი რატომ დაუშვა ხშირად თქვენც მოგისმენთ ალბათ ან ტირილის დროს იტყვის დედა ამ პირად საუბარში რომ აი რატო დაუშვა უფალმა ეს ჩემზე საყვედურობენ ხო აი რაღაცა ვარდება მეორე უკიდურესობაში ანუ მკრეხელობაში ხო იწყებს ღვთისგმობას აი ამ დროს რა შეიძლება ჩვენ გავაკეთოთ თქვათ ასეთი ადამიანებისთვის ანუ თანადგომასაც ხო აქვს მნიშვნელობა არა შეიძლება მოძღვრამდე შენ გვერდზე მყოფი შენ თვითონვე რაღაცა მდგომარეობიდან გამოიყვანო ესეც გვიჭირს ალბათ ხშირად ადამიანებს გვიჭირს სხვისი განსაცდელის გაგება და დანახვა დიახ იცით რა არის საერთოდ ნუგეშის ცემა ესეც კიდე დიდი ხელოვნება მე ესე ვიტყოდი. ამაზე ცალკე შეიძლება საუბარი. ამაზე რა თქმა უნდა ცალკე შეიძლება საუბარი. საერთოდ როდესაც ადამიანს ნუგეში აძლევ და განსაზღვრო გააკი იმის ზალა იმ შემთხვევაში. ზოგჯერ ახლა აი ამ სიტუაციაში დედაშვილი გარდაეცვალა რომ მიდიხარ არა სიტყვებს არ ამბობ, იმიტომ რომ გრძნობ რომ იმ მომენტში ის ვერ გაითავისებ და შენც არ შეგწევ ზალა რომ
შენი სიტყვები იყოს დამაჯერებელი. არის ხო ეს მომენტიც არა? ზოგჯერ უსიტყვოდ შორდები. მაგრამ ზოგჯერ რა თქმა უნდა უკვე სხვა სიტუაციაა და იმისთვის რომ დაამშვიდო ადამიანი ეკლესიაში უნდა მიიყვანო, მოძღვარს უნდა დაალაპარაკო და ასე შემდეგ. მე მახსენდება მამა არსენი იყო დიდი რუსი ბერი, საოცარი წიგნია მამა არსენი რუსული. თან არის უკვე ნათარგმნი, იქ არის ესეთი ეპიზოდი აღწერილი, რომ მასთან მიდის ქალი, რომელსაც დაეღუპა ქმარი და შვილი ავარიაში. და როგორ განცდებს შეეხა ხო წარმოგიდგენია თქვენ და როდესაც ხდება მამა არსენის არა თვითონ ამბობს რომ მიკვირსო არაფერი არ მითხრაო მეო არც დაუმშვიდებელი სიტყვებიო ეს ძალიან დიდი განუზომელი არისო თქვენი მწუხარებაო და ილოცეთო და უფალი დაგამშვიდებთო თქვენ ანუ არ დაიწყო ზედმეტი იმ მომენტში ასე ვთქვათ თანაგრძნობა და თანდათან მოხდა ეს მე მისი სულიერი შვილი გახდა და რა თქმა უნდა ძალიან დიდი რამ იპოვა მამა არსენთან ასე რომ აი სულიერ ინტუიციას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება მე ესე ვიტყოდი იქ სხვადასხვა ხერხებს იყენებ მე მახსენდება ვერიკო ანჯაბალიძე იყო ჩვენი დიდი მსახიობი და მაშვილი დაიღუპა და კითხულობდი მის ახლობელთან ინტერვიუს ესეთ მწუხარებაში იყო და უწმინდეს შეხვედრია და უწმინდეს ურჩევია სხვათა შორის მოუდის წიგნი არის ესეთი კლინიკურ ამერიკელი მეცნიერის სიკვდილის მდგომარეობა რო გადააქვს ადამიანს ეს შემთხვევები არის აღწერილი და ის აიკითხეო. ეხა ეკლესიური კუთხით იქ რაღაცა ცოტა ისეთი საფრთხილო მომენტები არის, მაგრამ მთლიანობაში მაინც აძლიერებს ადამიანს ეს წიგნი, იმიტომ რომ იმ რწმენას უმტკიცებს, რომ აი ამ მიწიერი ცხოვრების შემდეგ იქ სიცოცხლე გრძელდება. და ისეთი კარგი მიგნება იყო, იცით, ისე მომეწონა უწმინდეს ეს რჩევა. ასე რომ აი როდესაც საუბრობთ აი ამის შესახებ ისე ვიმეორებ რომ თან ერთულია სულიერ ფსიქოლოგიური დახმარების გაწევა. სულ აი სიტუაციის და მიხედვით უნდა იმოქმედო და ეს სულიერი იმპროვიზაციის უნარიც ღმერთმა უნდა მოგცეს. დიახ. პირდაპირ უნდა ითქვას. აი როდესაც მაგალითად ფსიქოლოგიურ დახმარებაზე ვსაუბრობთ. დიახ. სულიერ დახმარებაზე სულ ხას უსვამ ერთ ნიუანსს რომ შენ თუ ეს არ დაიმსახურე, ეს არ მოგეცემა. შეიძლება წლები თქვათ მოძღვარი იყო, დიდი განათლება ჰქონდეს, გამოცდილება ჰქონდეს, მაგრამ აი ის წინა რამდენიმე დღე ისე არ მოიქეცე, როგორც საჭირო იყო და სულიერად ვერ დაეხმარები ადამიანს. თქვენ ხო გაგისტიეთ ეს, არა რაღაცა ცოდვებში ჩავარდნილ ხართ და უცებ მიდი ახლა და სულიერად დარიგებები მიეცი. წინა დღეები სულიერ შეუსაბამო იყო ამისი. ხოთა შორის მოძღვარიც ემორჩილება ამ გამოზომებს, ყველა ადამიანი. და რაც გითხარით ეს სულიერი იმპროვიზაცია, დიახ, აი ესეთი კარგი გაგებით არა ეს ღვთის წყალობაა და იქ ხვდები, როდის არ მოგეშო, როდის არ მოგეშო, როდის რა ხერხი გამოიყენე და ასე შემდეგ. ასე რომ რა თქმა უნდა ყველა გზა მიდის უფლისკენ, მაგრამ უფალმა რო წყალობა მოიღოს და შენ ეს უნარი განგივითაროს და იმ მომენტში გამოგიმჟღავნოს, ეს უნდა დაიმსახურო. დიახ. ჩვენ დავასრულოთ სამწუხაროდ საუბარი და უფალი ცხრა ნეტარებაში ამბობს გამახსენდა უცებ რომ აი ალბათ ლოგიკურია ნეტარი იყვნენ გლოვარენი გულით არამედ თუ მათი არ სასუფეულისა და ალბათ ძნელი გასააზრებელია იმ ადამიანებისთვის ვინც თქვა ეხლა მე ვიცი რომ ჩვენ გვიყურებენ როგორც საპატიმროებში ისევე საავადმყოფოებში და ალბათ ძნელია ვანუკეშოთ ეს ადამიანები თუ რატომ დაუშვა უფალმა ეს განსაცდელი მაგრამ ალბათ ისიც ყველას გამოგვიცდია რომ რაღაცა განსაცდელს როდესაც დავითმენთ როგორი სიმშვიდე მოდის ხოლმე მერე და ალბათ აი უნდა გავიაზროთ ის თუ რა შეიძლება გვიმზადებდეს იმ საუკუნო ცხოვრებაში უფალი, როდესაც ასე იტანჯებიან ადამიანები, ისე რომ ჩვენ უნდა უთანაგრძნოთ ასეთ ადამიანებს და რა ვიცი, მე ვთხოვოთ უფალს, რომ მოგცეს აი ამ განსაცდელების გადატანის უნარი და ძალა და ნიჭი. ეს კარგად შენიშნეთ, რომ თუ ამ მეტად ძიმე განსაცდელს გადაიტან, ისეთი შეგრძნებები მოდის სიმშვიდის, სიწყნარის უფალთან სიახლოვის, რომ მე გამიგონია რომ ყველაზე შეიძლება საუკეთესო წლები იყო მაგალითად ციხეში გატარებული, იმიტომ რომ ძალიან დაუახლოვდნენ უფალს. და მახსენდება აი ომი და მშვიდობა
დიახ. ტოლსტოის მისი საოცარი ნაწარმოები. ნაწარმოები. პიერ ბეზუხოვი ერთ-ერთი პერსონაჟი ამბობს, რომ ყველაზე მშვიდად, კარგად თავს გრძნობდა მაშინ, როდესაც იყო ტყვეობაში. ესეთი ხანა მას არასოდეს არ განუცდია და ეს საოცარი მომენტია, რომ თუ ძიმე განსასწრელს შესაბამისად გადაიტანა რა, უფალი სხვა შეგრძნებით გაჯილდოებს იმ შეგრძნებებს, რომელიც ჩვეულებრივ ცხოვრებაში წარმოუდგენელია. წარმოუდგენელი. დიდი მადლობა შევახსენოთ მაყურებელს. დავით ციცქიშვილი გახდათ, დეკანოზი დავით ციცქიშვილი გახდათ ჩვენი გადაცემის სტუმარი და ჩვენ განსასწრელი შესახებ საუბრობთ.